იცოდით, რომ კოსმეტოლოგიაში სულ 5 ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია რომ ჩააღწიოს თქვენ კანში. აბა რატომ? ჩვენი კანი არის ბარიერი, რომლისგანაც ორგანიზმი იცავს საკუთარ თავს გარეგანის ზემოქმედებისაგან. შესაბამისად, კანში წყალიც რომ შედიოდეს, ხო, როცა თქვენ ჩახვალ ზღვაში ან აბაზანაში ჩაწვევით, მაშინ თქვენ წყლიდან უნდა ამოხვიდეთ მინიმუმ 5-6 კილოთი მომატებული. რა შეუძლია მაშინ ჩააღწიოს ჩვენს კანის სიღრმეში? პირველი, ეს არის ასკორბინის მჟავა. გეტყვით თუ ეს არის არასტაბილური ფორმა, რომელსაც თქვენ ხმარობთ კანის ზედაპირზე, ძალიან ხშირად ჩნდება პირში შეგრძნება, რომ თქვენ დალიეთ ასკორბინის მჟავის ბურთულები, ადრე იყო ხოლმე ესეთი ყვითელი ბურთულები ვიტამინ C-ი. მეორე, ეს არის ნიაცინამიდი. მესამე, ეს არის ალფა-ტოკოფეროლი, თავისუფალი ფორმა ვიტამინი A-ი და როცა მეკითხებით ამპულა რო ვიყიდო ვიტამინ A-ი და წავისვა, იგივე არ არის, რაც მაგალითად კოსმეტოლოგიურ საშუალებაში არის დამატებული, არ არის ჩემო კარგო მოლეკულარული მასით განსხვავდებიან და თავისი ქიმიური რა თქმა უნდა თვისებებით. ეს არის რეტინოლი და ეს არის პეპტიდები. დანარჩენი ყველაფერი რაც აწერია ამ კოსმეტიკურ საშუალებებს, ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ან ბეჭდავენ ზემოდან, ან მაგალითად არიან გამტარები სხვა ნივთიერებების კანის სიღრმეში. აბა ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის საუკეთესო არჩევას გისურვებთ.